აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას არაერთი ქართველი ჟურნალისტის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის იყო ცნობილი სოხუმელი ჟურნალისტი ალექსანდრე საშა ბერულავა, რომელიც ომის ქარცეცხლიან დღეებში თავისი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. 24 წლის შემდეგ 2017 წლის 7 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა ვახტანგ ყოლბაიამ დასაჯილდოებლად საქართველოს პრეზიდენტს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირი ჟურნალისტის კანდიდატურა წარუდგინა. გიორგი მარგველაშვილმა ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით 21 მარტს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი პირადი მამაცობის, გმირობისა და თავდადებისათვის ალექსანდრე ბერულავას სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტის ჟურნალისტის ოჯახის წევრებს შეხვდა და სახელმწიფო ჯილდო გადასცა. მარატონი ალექსანდრე ბერულავა, ისევე როგორც კაბისკირია, ისევე როგორც ანწუხელიძე არიან ადამიანები, რომლებიც ვერ გატეხა მტერმა. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც შექმნეს საქართველოს გაუტეხელი სახე. დიდი მადლობა მათ ამ ღვაწლისთვის. მთელი ჩვენი ოჯახისთვის ეს არის ძალიან დიდი მოვლენა, ძალიან სერიოზული დიდი დაფასება საშასი. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ პრეზიდენტის მომამაც გადმოგცა ჩვენ ეს ჯილდო და დააფასა ჟურნალისტი ალექსანდრე ბერულავა. ეს მარტო ჩვენი სიხარული არაა. მე არც კი მეგონა რომ ამდენ ადამიანს საშა ახსოვს. ჩვენ გვირეკავენ მეგობრები, მეზობლები, ადამიანები, რომლებსაც ჩვენ არც ვიცნობთ, გვილოცავენ, იხსენებენ, თურმე ყოფილა მნიშვნელოვანი ამგვარი დაფასებაც ეს ჭირდება იმ ადამიანებს, რომელთვისაც საშა იბრძოდა, ვისაც საშა უყვარდა, ვისთვისაც საშა იმედი იყო სამართლიანობის, ობიექტურობის ისტორიას და მომავალ თაობას ჭირდება ასეთი ადამიანების ხსოვნა. საშა იყო ძალიან საინტერესო ადამიანი. გარდა იმისა, რომ იყო ჟურნალისტი, საშა პოლიტოლოგიც იყო. საშა ებრძოდა კორუფციას, საშა ებრძოდა უსამართლობის ყველანაირ გამოვლინებას. ალექსანდრე ბერულავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა გაზეთში სავეცკაია აფხაზია. იგი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა და თავდაცვის საბჭოს პრესამსახურის უფროსი. საშა ბერულავამ თავის თანამებრძოლებთან ერთად აფხაზეთში ქართული ტელევიზია შექმნა. ტელევიზია, რომელიც ქართულ საქმეს აკეთებდა და რომლის პირველი ხელმძღვანელი თავად იყო. აფხაზეთში იყო აფხაზური ტელევიზია, რომელიც იყო მხოლოდ ერთი ეთნიკური ჯგუფის, ასე ვთქვათ, რუპორი და ზუსტად აი ამ ქართულმა პატრიოტებმა შექმნეს ალტერნატიული ქართული ტელევიზია. ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი საშა იყო. ეს ტელევიზია იყო იმისთვის, რომ აბსოლუტურად ყველა ეთნიკური წარმომადგენლის ინტერესები დაეცვა აფხაზეთში. ომის დაწყებისთანავე 1992 წლის 14 აგვისტოს ალექსანდრე ბერულავა აფხაზმა სეპარატისტებმა დაატყვევეს. ხანგრძლივი წამების შემდეგ ჟურნალისტის გათავისუფლება მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მოხერხდა. მოხდა ტყვედ და დაგვიბრუნეს საშინაო მდგომარეობაში. ძალიან ნაწამები იყო, აი მართლა შოკური იყო ყველაფერი. ის რომ აი ომი დაიწყო აფხაზეთში, ჩვენ შორის, ომის პერიოდში ყოველთვის წინახაზე იყო სამხედროებთან ერთად, რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ასე სავალალოდ არ დამთავრებულიყო ყველაფერი. მიუხედავად განცდილი სტრესისა და ტყვეობისა, ალექსანდრე ბერულავას ომის განმავლობაში საკუთარი ქალაქი არ დაუტოვებია. სოხუმის ბრძოლების დროს იმყოფებოდა ჟიული შარტავასთან ერთად ალყაში მოქცეულ მინისტრთა საბჭოს შენობაში. ქალაქის დაცემის შემდეგ გაუჩინარდა და წლების განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევდნენ. ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტზე კი არაერთი ვერსია ვრცელდებოდა. ინა ბერულავა იხსენებს, რომ უკანასკნელად ძმას საშა ბერულავას 27 სექტემბერს გვიან ღამით ტელეფონით ესაუბრა. 27-ში ღამე მე დავუკავშირდი საშას, დაგვამშვიდა, გვითხრა ნუღელავთ, ასა და იქიდან ასად არ წამოხვიდეთ და დილით უკვე კავშირი არანაირი რო არ იყო და ჩვენ რო ვფიქრობდით საითკენ წავიდეთ. ერთ-ერთმა ადამიანმა გვითხრა რომ სოხუმით დაეცა. ეს საშინელი ინფორმაცია იყო, რა თქმა უნდა. მე ვიცი აი ეს ადამიანები ალექსანდრე ბერულავა, ჯუმბერ ბეთაშვილი, მიხეილ კოკაია, გურამ გაბისკირია, არიქს ვეძახთით ჩვენ შენგელია და რა თქმა უნდა
ვახტანგ გეგელაშვილი, აი ეს ადამიანები აი სულ ბოლომდე იყვნენ შარტავასთან. მე მგონი ჩვენს გარდა არავის არ ჯეროდა რომ ცოცხალი იყო, მაგრამ ჩვენ გვინდოდა რომ დაგვეჯერებია რომ ცოცხალია. საშა ბერულავა იყო ძალიან ნიჭიერი, პრინციპული ადამიანი, ძალიან მამაცი კაცი, ამავე დროს ძალიან კეთილი. მე მას ვიცნობდი 1983 წლიდან. საშა ბერულავა ძალიან იშვიათი პიროვნება იყო საბჭოთა სისტემაშიც. მას შეეძლო პირდაპირ ღიად კამათი დაიწყო უმაღლესი რანგის პირებთან. ქართველი იყო, აფხაზი იყო, რუსი, სომხი ეროვნების არ აქვს მნიშვნელობა, როცა ის მართალი იყო და საქმე ითხოვდა, მას შეეძლო ეს პირდაპირი კამათი არგუმენტებით შესაბამისი კომპეტენცია გააჩნდა მას. ამავე დროს იყო ძალიან დიდი იუმორით სავსე ადამიანი, მომთხოვნე იყო. რაც შეეხება მის სიკვდილს, არსებობს სხვადასხვა ვერსიები. მე როგორც მითხრეს საკმაოდ ინფორმირებულმა წყაროებმა, საშამ ბატონ ჟიulis უთხრა, რომ მე არ ჩავბარდები ტყვეთი, დაემშვიდობა ყველას, გავიდა ქალაქში და შემდეგ უკვე არსებობს სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის ის ვერსია, რომ ის იცნეს ქალაქში, დაიწყეს სროლა, საშამაც უპასუხა და გმირულად დაიღუპა. არ ჩაბარდა. საშა ჩემთვის იყო და არის ნამდვილი გმირი. ეს ის ადამიანია, რომელიც ავტომატით ხელში და კალმით ხელში იბრძოდა საქართველოს ინტერესებისათვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად. საშა ბერულავა და მე ერთად მუშაობდით გაზეთ „სოветская Абхазия-ს რედაქციაში რამდენიმე წელი. მას შემდეგ რაც ქართული ტელევიზია ჩამოყალიბდა, ყველაფერი გააკეთა საშამ თავის კოლექტივთან ერთად, რომ აფხაზეთის ტელევიზიას, ქართულ ტელევიზიას ომის დროს ყველაფერი მაღალ დონეზე გაეკეთებინა და შექმნეს საქართველოს ტელევიზიასთან ერთად აფხაზეთში ომის მატიანე. ეს იყო საშა. პატრიოტი, მას აფხაზეთთან ნათესაური კავშირიც ჰქონდა, ყველაფერი მეგობრები ყავდა, მე ეს ვიცი, ჩვენი საერთო ურთიერთობიდან გამომდინარე, მაგრამ არასდროს არ დაუთმია მას ქართული პოზიციები. კარგია, რომ ჟურნალისტებსაც ერგოთ მაღალი ჯილდო სახელმწიფოს. აფხაზეთის ჟურნალისტები. უხმაურო გმირობა ჩაიდინა მან თავისი საქციელი და თავისი ერთგულებით ჟურნალისტიკის მიმართ და თავარია თავისი მოქალაქეობრივი პატრიოტული მოვალეობის წინაშე. 2 წლის წინ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ჟურნალისტის ალექსანდრე ბერულავას ხსოვნის უკდავსაყოფად თბილისის საბურთალოს რაიონში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა.